გამარჯობა ხალხო, დღეს ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ არხის ისტორიაში მეორე ვიდეო, რომელშიც ჩვენ ვეწვევით ქალაქის ყველაზე ცუდ რესტორნებს. გამოყვევით! ბიჭებმა შეარჩიეს სათითაოდ რესტორნები. ჩემი არჩევანი კი შევაჩერეს სუში 24-ზე. აღწერას და რევიუებს კი იხილავთ აქ. მოკლედ ეხლა ბიჭები მიმყავს სუში 24-ში. პირველ რიგში ისმინა გითხრათ რომ სუში მე თვითონ არ მიყვარს, მაგრამ რევიუებიდან გამომდინარე ძალიან მაინტერესებს. ეგეთი ცუდი იქნება თუ არა. არ ჩვენს ანდროს არ უყვარს სხვათა შორის სუში. არ უყვარს არა, მე მძაგს. კაროჩ, თევზი რო წინ მიდევს ცუდად ხდები და წარმოიდგინეთ სუშის ჭამა ჩემთვის როგორი სტრესულია. დღეს ვინ მოიწამდება. მოგვიტანეს ჩვენი სუში 24 გამზადდა. მოვიტანოთ. ეხლა დავაგემოვნებთ ამ ყველაფერს და გავარკვევთ რეალობას. დიდად აღმართოვანებელი სუნი არ აქვს არაფრის, მაგრამ მაინც გავსინჯოთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ფასიც, ჩემი აზრით, იმიტომ რომ 8 სუში, პატარა პიცა და 3 კოლა დაჯდა 33 ლარი ყველაფრიანად და ნუ არცე გაბერილი ფასია რა. და შესაბამისად, როდესაც 33 ლარს ეხი ამ ყველაფერში ძალიან მიშელინის თარის დონეზე არ უნდა ელოდო, თუმცა მინიმალური სტანდარტები დაცული უნდა იყოს ჩემი აზრით და ამდენ ლაპარაკს ჯობია რომ შევექცე. არ ვიცი რა ჩანს. ეს რას ემსახურება არ ვიცი. მე და სამა უნდა გავსვირთ ახლა სუში მეორედ და ორივეს არც ერთ არ გვინდა მოკლედ რა. მე ნორმალურად სუშისთან. თევზი მეზიზღება ხალხო, მეც ფიცა ვარ, აი მეზიზღება ძმაო. ეს როგორ უნდა წამოვიდეთ? არ ვიცი, ნიკა მაგითო წამოვიდა 2 წელი, რომ არც ერთმა არ ვიცით, ამიტომ ჩავიდეთ ამით ვერ ვიზა. აუ. ცოტა მოგიჩემ, ძალიან ნუ გაიქანოთ მაინც რამე. აუ არა ძმა, ვერ შევჭამ. შენ არა, თევზია. თევზია რა. გევასებათ მაგრამ. ეს არის ზევიდან არ მომეწონა. გამდნარი როა ეს არის ორაგული? აი, მე ცოტას გავსინჯო რა. მე ამაში ამოვაწოთ. თევზი არა აქვს მე მგონი. არა, როგორ არ აქვს თევზის სუნი აქვს. ხომ არ თვითონ თევზი არ აქვს. აი ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან არაესთეტიურია, ამიტომ ამნაჭეს მე ახლავე გადავყრიბ. არა ძმა, რა გინდა. ძინათ მაგრამ ჩაიდო და ლასიდო და ნორმალურია. მოდი ნიკამ ძინარა, შენ ჩაიდე, ჩვენ შეიძლება ბოლოთვის მოვიტავოთ. მოიცან. ნუ გული არა მე. პიცარო. პიცა როა მაგის ხათით ამნაჭარ შევჭამ. პეპერონს გემო არ აქვს საერთოდ. ყველი დაადნობის შემდეგ არის აჭრილი. შეგასე. ისეთ სუშია რომ კიდე უნდა შევჭამ. ანუ გემოზე მოგეწონა როგორც სუშის მოყვარულს. კი, შიათან და კიტრი აქვს. ეს გარეთ რაც აქვს, კანი ეგ არ მომწონს ძალიან. მიხმარია ზე, მაგრამ ამ სუშის სახელი არის გამოცვალი სიყვარული და როგორც ჩანს ნიკა სიყვარულის გამოცვლა ამ სუშის მიმართ და მოდი ამ კარგ დალღაზე მოკლედ მე რო გავაკეთე შეფასება. ვინაიდან მე თევზი მეზიზღება სუშის თევზის გემო არ ქონდა. ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი. თუმცა ნუ ეგრეა სუშის თევზის გემო არ ქონდა, მე რაც გავსინჯე. პიცაზე უკვე ვთქვი, რომ ეს პიცა არის პიცის შეურაცხყოფა, უბრალოდ რაც შეიძლება ხარისხს ეთყობა რომ უხარისხოა რა. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ფასიც. ფასიც შესაბამისი აქვს. ვერ ვიტყოდი. ნუ მე ვიტყოდი, იმიტომ რომ სუში მაგალითად ეს 8 როლი ღირდა 13 ლარი დაახლოებით რა. და ხო, სუშისთვის ჩემი აზრით ძალიან იაფია. პიცისთვის არაა იაფი, პიცა კიდე 10 ლარი 20 გავიქვალეთ ის რომ ფასდაკლება ქონდათ. სულ ფასდაკლება აქვს ჯებოსამა ამასთან. ხო, ნუ მოკლედ როგორც ჩემი არჩეული ობიექტი, დიად ვერ მოვიხიბლე. რევიუები ასე თუ ისე გამართლდა. ფასთან მიმართებაში ნუ ნორმალური ფასებია რა, მაგრამ გემოებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სავარაუდოდ სუში 24-ში პიცის საჭმელად არავინ არ დადის. იმიტომ რომ თვითონ სახელით გვეუბნება რომ სუში 24 ქვია, მაგრამ ნუ არც პიცა და არც სუში არ ვარგა. სუშის ვიზუალი არ ვარგა, მაგრამ გემო ნორმალურიც არ არის, ანუ ცუდი არ არის. გული არ არის. ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგი არ არის. არც ვიზუალურად არ ვარგა და არც გემო. და ეს კიდე ეს ეხლა ექსააც უნდა. თლად გულისამრევი არ არის, მაგრამ არც საამაყო. შეიჭმევა. რამდენი ქულას აუწევდით? აი ერთხელ რომ შეჭამ, მეორედ აღარ მოხვალ. ხო, მეორედ აღარ მოხვალ. ძალიან ბევრსაც არ გადაიხდი აი, ცოტა. და მაგაზე არ დაგწდება გული. თუმცა მეორედ აღარ მოხვალ. რამდენად სანიტარიული ნორმების დაცვა ეს ყველაფერი გაკეთებული არ ვიცით, რადგან ღია სამზარეულო არ არის, თუმცა ვიმედოვნებ და იმედია რომ ფასპის სტანდარტები დაცულია და არ მოვიწავლებით. რამდენი ქულას აუწევთ?
10-დან 4. კოკაკოლას 3 ქულა, 1 სუშის და პიცას. 10-დან 4 ნახევარს მივცემ. კოკაკოლა შორტია. ობიექტზე იყიდები ნიკოლას. მე დავუწევდი 500-ს არაფერს არ საშუალო არა დავუწევდი. თავზე დააფარე და ისეთი სუნია, კაროჩე. ნიკას ჭამები, კაროჩე. ამოუჭარა და ცალკე ჩავსვა. ჩვენი შეფასება მგონი ნათელია. ერთხელ შეიძლება გასინჯო, თუმცა მეორედ აღარ შეჭამ. სავარაუდოდ. ჩვენ ეს ეჭ თავეშლება დაგვჭა. 10-დან 4 ობიექტი შეფასება და დიახ. აწი წავედით უარეს და უარეს რესტორნებში. 30-დან 12. მოგვისაღამოვდა და მოვედით ჩვენს შემდეგ ობიექტზე, რომელიც არის ჩემი არჩეული. ამ ობიექტზე ცოტა ორაზროვანი რივიუები იყო. რა თქმა უნდა, წამოგვედით, რომ დავტესტოთ ეს ყველაფერი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ობიექტი არის მაჭახელა, რომელიც მუშაობს 24/24-ზე. მომსახურებაზე იყო უცხოელების მიერ დაწერილი ბევრი ცუდი კომენტარი, თუმცა ჩვენ ძალიან ობიექტურად და კარგად დაგვხვდით. საჭმელი როგორც ნახეთ უკვე მოვიდა. ვიზუალურად არც თუ ისე საამაყოდ გამოიყურება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ჩემი აზრით ფასთან მიმართება ყველაფერს, იმიტომ რომ კაბაბი არის 13 დოლარი, ხინკალი არის 15 თეთრი, ხაჭაპურიც სადაც ხინკულკები, ხო, ეს არის მინი ხინკალი, ამიტომ ესეთ პატარა. ხაჭაპური 13-14 დოლარი. ერთი რის თქმა შეიძლება ხაჭაპური შევგვეთ იმერული, თუმცა მოვიდა აჭარული, მაგრამ ასე უნდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა ობიექტმა შემოგთავაზა შეცვლა, მაგრამ დავტოვეთ. აღარ ვაწვალეთ ესე ვთქვათ ადამიანები და გავსინჯავთ აჭარულს ამ შემთხვევაში. აი ვილით დაიწყეთ ბიჭებო. ოფშანე დაწყე. მე დავიწყე ჩემი საყვარელი კერძით რა. მოდი მე შევექცევი ხინკალს, კაროჩე ესეთი ხინკულებია. ესეთი სომის. კაბაბი ეს ყველა შორის კომპაქტური, პრიპის გაკეთება შეგვიძლია ესე. ყოველდღე მარილია. რატომ მარილია ბევრი? ნორმალური ხინკულები. მოდი ჩამოვიდეთ. უკმალა ჩემი აზრით. ჩემი აზრით თუ ფული არ გაქვს და კიდე ქართულ რესტორანში რომ მიირთვა ძალიან კარგი ვარიანტია. ძალიან კარგი არა, ნორმალური ვარიანტია. ეს ძალიან და აჭარებისთვის ნორმალური არის ცოტა იაფი. დღევანდელ საქართველოს და გაუფასურებული ლარის პირობებში, როცა ხინკალში ერთი ლარი და 15 ხინკულკაში ანუ გავითვალისწინოთ. ხო, ნუ კაი. 2.50-დან იწყება ხინკლის ფასი. კაბაბში იხდი 13 ლარს, როცა 22-23 ლარიდან იწყება კაბაბის ფასი. ცუდი ვარიანტი არ არის მართლა. საშინელება არ არის. ისეთია რომ მე მაგალითად მეორე და არც ხალხის საჭმელად, არც ხინკლის საჭმელად, არც აჭარის საჭმელად აქ მოვალ როგორც ისე სამერო გასართობად და 24-24-ის ამის საძიებაში ამოშივა და შემოიწყე საჭმელი. რო ძალიან ადეკვატური იყო მოსვლის მომზადების პერსონალი ძალიან კარგი ხალხია. სერვისში 10-დან 10 ჩავდა. სერვისი სხვადასხვა სუბიექტებასება. სერვისი საერთოდ არ მეკოჭრებს. არაფერი დაიწუხოთ. ნახე როგორ რაღაცა, ეს რო ძალიან გემრიელი იყოს. ფასი იქნებოდა მაღალი. 24 ლარიან კაბაბი, 13 ლარიან კაბაბი ერთმანეთს ვერ შეედგება. საჭმელი ისეთ რაღაცაა რომ ფუცუცეთი უნდა იყოს კარგი. გაიჩნია რამდენი ციხე. გორში რო იყავით, გორული გადაიდრო ჭამეთ. მაგალითად ხორცი. ხო, მაგრამ ეხლა გორს და თბილისს რო ადარებ, ანის საკატლეტე იყო, ეგ გაითვალისწინა რომ მარტო კატლეტი ქონა. ანუ ეგრე გამორჩეული კერძი. მაგრამ ძალიან გემრიელი ის კატლეტი. რაღაც შეიძლება რომ მე ძალიან გემრიელი იყო კატლეტი ჭამია, ხარ მოგიწოდა? ზუსტად. აი, მოკლედ ეხლა ამ ხირავ კალას და გეშტობებით და გადავალთ საბოლოო, სავარაუდოდ ყველაზე ცუდ საშინელ უბედო რესტორანში. მოკლედ ხალხო, მოვედით სანჯა ჭულაში, ინდურ რესტორანში. დღეს ბიჭებს გადავასინჯებთ ძალიან არომატულ და სპეციფიურ საჭმელებს. ნახოთ, იმედია მოიწამლებიან და იმედია მეც არ მოვიწამლები. შიგნიდან დაგიბრუნდებით რა. მოდი ვწამე, ზუმარ დაიბას უსუთ. ხალხო, მოვედით, ინდური სამზარეულოც მოვიდა, ნახავდით უკვე. კადრებში ამის სუნს ვერ გაიგებდით. ვერაფრის სუნს ვერ გაიგებდით. რასისტები არ ვართ, მაგრამ აი ძაფრიოფლის სუნი აქვს იმენ, აი. ძალიან, კაროჩე, აი. ეხოთ ეს რისთვის არის? ჰა? რისთვის არის ეს? თუ არ გადმოასხავ, არაფრისთვის არ იქნება. გვაქვს 60. წვიწი და ეს არის ბათერ ჩიქენი. ბათერ ჩიქენი, ინდურად არ ვიცი რა ქვია, ინგლისურად ვიღახით. და ეს არის ეს პური სლონდი რაღაც. ნანის პური. ნან პური. ეს უნდა მიატანო რას? ნან ბრედ. რასაც გაგიხარდა. ძირითადად ეს ბათერ ჩიქენი. შესაძლოა.
მე სამზარეულოში მუშაობდი 3 წელს მეძებდა და ეს არის პიტნის соуსი. პიტნის соуსი ბირისთვის. რასაც ამოვაწოდ ნიკა 3-ს. არ ვიცით რა არის. ეს არის ციუ ნაწილი. ეს ბიჭებმა ეს არის ინდური ტრადიციული სასმელი ტკბილი, რომელიც რეალურად იოგურტი ხო, ნუ მათუნისგან კეთდება, რა და როგორ კეთდება არ ვიცი. ცინცხალი რძი არის ახალი ჩამოსხმული. აი დავიწყოთ 60 ჩემი აზრით, ეს არის ვეჯიტებლი და ცუდი არ უნდა იყოს ჩემი აზრით. ხო, მართლა 60 კაია ჩემი აზრით. ასე გამოიყურება 60. ეს ვინ 60? აბა პირი გავალოთ. არა, წმოყვა. არის კინო. ой, რა ბილია. ბიჭო, ძალიან ბევრი სანელებელი აქვს რა. გაჭამო მართლა. აი, იყიდა. რა სინჯია. აი. გაჭმო ხო. მიდი. შანსი არ არის. გოსტნეულია. ჩემს მოვას გეფცები, იგი ცუდი არ არის. მიდი, რომ ვაგავწი. მე ჩემთვის ამას ვთქვი. ბიჭო, ხუცები სანდო. გეხვეწე სულზე არ. ვით არც ვარ მოწოშე ჩემ ეს როგორ შეიძლება მოგწონდი ის გაწიეს. მიდი მამანდები თავი. უჩუჩუჩუ თოგაშიშა. დაგადუმა. ეს თუ ავანცო ვეღარ იტყვი. მინდა გადმოვფრთხო, მაგრამ ინდოინდო შაგეჭო აბა ერთ ხალხში ჯოთ. ბიჭო მე გადავინდასვებ ბათერ ჩიკენზე შეიძლება მე უბრალოდ ჯერ соуს გავსინჯო ხორცს ვერი გაურისკავ და მაგის მიხედვით ნახოთ ნანი და ბათერ ჩიკენის соуსი ოდნავ მწარია. დაი რისკი მოხსცი აი კარტოფილის ხინკალი ხო გიჭამიათ? კარტოფილის ხინკალს როს პილპილი აი ეგეც გამოაქვს რაღაც ხავსი. დიდი ბოდიშ მოვთით ამ ყოველთვის შევეცები და ისე რომ გასგასული ლიტას ჯო გასინჯე პროსტად. გავსინჯე ყოველდღე პიტნის соуსი გავსინჯე. აი ო პიტი გავსინჯე. ამას იმის გემოაქვს. იმას რას მომიჩქონა ამას გემოაქვს. ბათერ ჩიკენ ხალხო სტუდიაში ბათერ ჩიკენ. მომეცია პური. თან როგორ კინის იმაშია არა მაგნეტი ჯამში. პატარა ინდური პური. მე თანდროა არსებობს ქართული რესტორნები, არსებობს ქართული კერძები. და მე თქვა დღეს მაჭახილაში ვიყავით მართლა ეს მაჭახილა რა ძმა რას ვიყო. რა შედარებაა ჩემს. ქათამი მოეწონა? ნუ ძალიან სპეციფიური გემო აქვს ერთი მიყოლოს. რასისტი არ ვარ, მაგრამ ინდოელი რო შეჭამოთ იგივე გემოს. აი გუთქვი უკვე შეჭა არა, აღარ შემიძლია მოსწოროთ. წავედით მოსაწევად ამ დროს ამდენი რამე რო დარჩება და ის მიმტანი რო შემოვა და ნახავს. რეალურად რო ვიმსჯელოთ ძალიან ბევრი სანელებელი აქვს ბევრია? კაი, რა შეიძლება ცოტა. ეს მაინტერესებს უბრალოდ მართლა, მაგრამ თან ისაა რა. ტკბილი ძალიან უყვარს ნიკოლას მიდი უცებ და წავედით მე არ შეიძლება მას. არა, ეს ძის ნაწარმია რა. ოცა მაგას თუნდალებია. ცოტა ტკბილია. რას მილკშეიკის რაღაცნაირი გაფუჭებული რძია. გაფუჭებული მილკშეიკია რა. აი შევაჯამოთ მოდი რა მოდი მე შევაჯამო. შევა ფეგერია ხო მაგ მე ჩემი გადმოსაღები რატო არ მაგ დაჭამი. აი ობიექტურად რო ვიმშელოთ, ყველაფერს ხომ ძალიან ცუდი. ცუდი არა ორი სპეციფიური წუთიკას მე ჩემი აზრით მაგ შენი აზრით ცუდია, ჩემი დაგასტი შენას მე ჩემსაც ვიტყვი. ჩემი აზრით ყველაფერს ხონდა საშინელი სუნი. და გემოც. ანალოგიურად გემოც იყო სუნის შესაფერისი 1-1. ძალიან იმას ხონდა მძაფრიოფლის გემო, ამას მძაფრიოფლის სუნი აი ჩიკენი არის ინდოელს. აიღო კარაქი და ჩააგდო ქათამი. რეალურად ისე გამოვიდა, რომ ინდოელებს რა თავისებური სუნი რო აქვთ, დაუფანლობის გამო არის რა. ბიჭო რებს აი დაგვაქეს ელები შეჭება ცუდი იყო სულ ვიქოთ რომ თქვათ თუმცა თუ იმეს გაინტერესებთ გაქვთ სრული შეგიძლიათ მოხვიდეთ თქვენი დააგემოთ და განსაზღვროთ თქვენთვის რამდენად მისაღებია ეს გემოები იქნება სუნელი თუ არომატი ხარისხი ნორმალური იყო ჩემი აზრით უბრალოდ ამ არომატებმა და სუნელმა იმდენად გადაფარა
რომ დიდად ყურადღება არ მიგვიქცევია რა. თუმცა მაინც გირჩევთ რომ ერთხელ მოხვიდეთ და გასინჯოთ, იქნება მოგწონთ. იქნება ვიღაცას მოეწონოს. დიდად მოხალხეები ვერ დავჭით, მაგრამ არა უშავს. დაგველოდეთ, კიდევ დავდებთ სულ მალე ახალ ვიდეოს. ესე დასრულდება ეს ვიდეო. მადლობა მინდა გადაგითხოვოთ რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. და წინა ვიდეოს უყურეთ აუცილებლად კიდევ. ძალიან მაგარი ვიდეო არ არის გამოსატოვი ვიდეო. ნამდვილად. ავიყვანოთ 1000 views-ზე ავიყვანოთ შეიძლება. და სანამ გამოყვებით, მადლობას გიხდით პირველი 100 გამომწერისთვის. დღეს 23 ნოემბერია, ილოცოთ გიორგოვი. ჩემი არჩევანი კი შევაჩერე. ოპაი, ჩემა რა.